სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა შესაძლოა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღოს. ამასთან დაკავშირებით უმაღლეს სასწავლებელს ამერიკელი სტუმრები ეწვივნენ. მათ დაწესებულებაში არსებული ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ამერიკული პროექტის Millennium Change Corporation-ის ფარგლებში განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თუკი ამერიკელი სტუმრები აქ არსებული რესურსით კმაყოფილი დარჩებიან, უმაღლესი დაწესებულება საუკუნის გამოწვევის პროექტში ჩაერთვება. იგი სამომავლოდ ქართულ-ინგლისური სწავლების დონის ამაღლება შეუწყობს ხელს გარდა ამისა ინჟინერიის, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლისა და საერთაშორისო დიპლომის აღების შესაძლებლობა ექნებათ. პირველ ეტაპზე შეირჩა 3 სკოლა, 3 ამერიკული უნივერსიტეტი, ეს არის კონგლომერაცია უნივერსიტეტების. ჩვენ მუშაობთ ობერნის უნივერსიტეტთან ერთად, არის მიშიგანი და მიზური ერთად და არის სან-დიეგოს უნივერსიტეტი. და ამ 3 უნივერსიტეტს მოგვეცა ეს შანსი, რომ განმოვითავროთ მთლიანად proposal, ეს გეგმა, რომელიც მიხედვითაც მე ერთ-ერთი შეირჩევა და გეგმის ის არის, რომ მიზანია, რომ ქართულ უნივერსიტეტებს მივცეთ საერთაშორისო აკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ სერიოზული ენერგია უნდა ჩაიდოს, რომ ჩვენი პარტნიორები დავაინტერესოთ ჩვენი საქმიანობით და მათ მოინდომონ ჩვენთან სერიოზული ურთიერთობა. ამისოდ გადადგმული არის ნაბიჯი, ჩვენ ჩართული ვართ დაახლოებით მილიონიან პროექტში. წინა ეტაპია, ჩართვის წინა ეტაპია და სწორედ უნივერსიტეტის გაცნობას ემსახურება მათი ვიზიტით, ჩვენი უნივერსიტეტის გაცნობას.